ისტორია. ალბანეთი, სადაც დღეს აზერბაიჯანია, პროქართველური ტომებით იყო დასახლებული. და აღარ მინდა მოვყვე რა. და ირანს რომ უპყრობდნენ სპარსეთს მაშინ და სხვა, მაგალითად, სომხებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს. დღემდე ისინი ითვლებიან ირანის მოკავშირეებად. უბრალოდ ძილობას დაუბრუნდნენ, შორს გაგვიტაცეს, დაუბრუნდნენ რა მოხდება, როდესაც ირანელები და არა მარტო ისინი, რა თქმა უნდა, შემოვლენ საქართველოს, შემოვლენ სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანი მათ არ მიიღებს. რატო? ისინი ხო მუსლიმები არიან, იმიტომ რომ ისინი თურქები არიან. ხოლო ერთ-ერთი ტომია თურქულია, დღეს ჭიდრო კავშირია თურქეთთან. მთელი ისტორიის განმავლობაში თურქები და სპარსელები აწინდებიან, იყვნენ დაპირისპირებული. და პირველ ყოვლისა სამხრეთ კავკასიის გამო გავლენების სფეროებს იყოფდნენ, ასე ვთქვათ. ანუ აზერბაიჯანი მათ არ მიიღებს. სომხებს აქვთ ლავირების უნარი. მართალია მოკავშირეები არიან მათი, მაგრამ რა დაინახავენ, რომ წაგებულ მდგომარეობაშია ირანი, იმას ისინი მიატოვებენ. და ეხლა უკვე ცდილობს ევროკავშირის შესვლას. ესე იგი, როგორ გითხრათ, ვინც გამარჯვებულ მდგომარეობაშია, იმისი მომხრეები ხდებიან ამერიშვილები სამწუხაროდ, ყოველთვის, რასაც მათი ისტორია ამოწმებს. და სახელმწიფო არც არასდროს არ ქონიათ სინამდვილეში, ბოლო დროს საბჭოეთის დროს ჰქონდათ სახელმწიფო. ეხლა ორიოდე დღეს სიტყვა მოიტანა სომეხი მორწმუნეებს და ვენაცვალე ამათ მართლა, მაგრამ ეს არის როგორც ჩვენთვის არის მანკიერება, ჩვენ ერთ ამპარტავნება და ვერცხლით მოხმარება, ისე მათთვის ორგულობა და სიმზავრე. კერძოდ, ამაზე ბასილი დიდი გრიგოლის ხვები ალბათ თავს აღარ შეგაცნეთ. ამ დღეებში ვკითხულობდი, ესე იგი, ინტერნეტ სივრცეში და ვეძებდი რაღაც საკაც ჩემთვის საგულისხმო. რა სწავლასწია, ესე იგი, სასულხეთის სომხების ერთი ნაწილი სრულიად თვითდაჯერებულად მსჯელობს, რომ ამერიკა ადრე იყო არმენიკა. ახალი ამბავია, გილოცავთ. ესე იგი, ყველაფერი ხო მოილიეს უკვე. სუმაგათია, აბსოლუტურად. შუმერების კულტურა, შუმერამდე კულტურა, ენა და არაფერი თავისი არა გარდა სივერაგისა, სამწუხაროდ. მათ დიდ ნაწილს ყველაზე არ ვიტყვი, რა თქმა უნდა. პირადად ბევრს ვიცნობ და ბრევლიც ამყავს და მეგობრებიც ხავს. აი, ავლაბრიდან განსაკუთრებით. ავლაბრელი მღვდელი ვარ, ასე ვთქვათ. და ესენი ისე განსხვავდებიან სასომხეთის, როგორც სადაქვეყანა ერთმანეთსაგან. ძალიან გავართ ერთმანეთს. აი, ავლაბრელი თბილისელი სომხები და ჩვენ ბევრ რამეში. ამაზე აღარ მინდა ლაპარაკი, არავის დამცირება არ მომოძრაობს, უბრალოდ ფანტაზიებსაც და განცხადებებსაც საზღვარი უნდა გქონდეს. და ერთმა, ესე იგი, კომენტარებში დაუწერა, ნეტა ინდიელებმა იცოდნენ, ადრეს იციან, რომ ისინი ამერიკაში ცხოვრობდნენ. ყოველთვის ეგონათ, რომ ამერიკაში იყო. ამერიკო ვესპუჩმაც რო აღიარჩინა, ასე ეგონა ქრისტეფორე კოლუმბსაც და ჩვენს დღემდის. მაგრამ აი ეს კორექტივები უნდა შევიტანოთ, ესე იგი, ისტორიაში. ანუ ისინი არ მიიღებენ. რამინდოდა ამით მეთქვა. ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მიიღონ ტოლვილები. თუმცა თავად იქ სომხები ძალიან ბევრი არიან. თქვენ რომ იცით დღემდის. და ირანის ხელისუფლება ყოველთვის ანგარიშს უწევდა მათ. და უწევს დღესაც და კათოლიკოსებიც არა, 4 კათოლიკოსი ყავთ. სადაც წავიდნენ, ყველა კათოლიკოსები ყავთ. თავივანები. ლოგიკურად რჩება საქართველო. ეხლა ჩვენ ავყაყანდებით. ტოლერანტები ვარ ბუნებით და ტოლერანტები კი არა ხართ, იდიოტები ხართ. გულახდილად გეუბნებით. რეგნები ხართ. აი ვინახართ თქვენ, მე ქართველი გეუბნებით ქართველებს. რომ მამა პაპის სისხლითა და სიმწრით მოტანილი მიწები ასე დაარიგეთ, გაყიდეთ და მზართა ქართლების მიერ შემოუშვათ, ოღონდ ხეირი გქონდეთ იმის გამო, შფული გქონდეთ. ამაშიც ფულის კეთებას დაიწყებენ რაღა თქმა უნდა. რო ლანძღავთ რუსეთს და აგინებთ რუსეთი, როცა აქ იყო თურქეთიდან, ირანიდან და ბუზი ვერ შემოფრინდებოდა. დღეს აი მაგალითად ბათუმში, ბათუმ ქათქათაში სიმღერა რო კვარტალიც კი არა უკვე თურქების და თქვენ იცით რამდენიმე წლის წინ რა მოხდა იქ. ერთ-ერთი ქართველი რილი გზად მიდიოდა, ეს ბათუმია. რისი თურქების კვარტალი, რა კვარტალი? ასე თვლიან თურქები, ძირითადად თურქებით არიან დასახლებული. დრო დაინახეს მღვდელი ჯვრით, გააჩერეს, ლანძღვაგინება დაუწყეს, როგორ გაბედა მათ კვარტალში შემოსულიყო და ჯვარი კეთდებოდა. ჯვარი ჩამოგლეძეს და სემეს ჯგუფურად.
ქართველებმა რომ გაიგეს, შევარდნენ იმ კვარტალში და იყო ძლივს გააშველეს ერთმანეთისგან. სემეს თურქები. აი როგორი დაპირისპირებები და მე რო აქ ვინმე მოუშვა ჩვენზე რა მოხდება ძნელი არ არის წარმოიდგინოთ. ერთმანეთზე რომ მიწვევენ აი ეს ფსევდოლიბერალი ქართველები და იარაღიც აქ ჩუმჩუმად ამიერას განა ეხმარენ ისინი დამპყრობზე არ ეხმარენ ქართველებზე ეხმარენ. რატო? ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ესეც ფულის საკეთებელი წყარო გაუჩნდეთ. თორე პატრიოტიზმი კი არ ამოძრავეთ და რასაც ლაკმობენ. სინამდვილეში ის კი არ ამოძრავეთ. მათ ეს ამოძრავეთ. შემოსავლები გქონდეთ. მერე ქართველების ამბები, ხო იცით, ესე იგი პატარა მონაწილეობას რომ მიიღე რაღაცაში, როცა მოვა ის ხელისუფლება, მერე თხოვენ წილებს გვერდში რომ დაუდათ. აი ჯვარი გამომისახია. ზვიად გამსახურდია ესთან საუბრო. და უკვე რომ იზაბება, ჯერ არ დაძაბნო, უკვე ნიშნებია დაძაბეს. კი არ გეწყინოს მეთქი, მაგრამ როგორც ქართველი ქართველს გეტყვი მეთქი და როგორც მღვდელი მრევლს. როგორ დანიშნე მეთქი თანამდებობაზე? ან კიტოვანი, ან სიგუა. წარეთ ჩაიღიმა ზვიადმა და მითხრა, ეხ მამაარჩილ, ხომ ვიცი ქართველების ხასიათი. მიტინგებზე რო გვერდზე დაგიდგებიან, მერე ადგილებს ხოვენო და მათ ყავთ თავისი ლობი აქვთ იქ მერე პარლამენტშიც და ყველგან. და მერე რა გაუკეთეს? თავად ზვიას და ხელისუფლებას ეროვნულს ალბათ გახსოვთ. ჯერ კიდევ გახსოვთ. აი ასეთები ვართ ქართველები. ტოლერანტობით კი არა, ფულთ მოყვარულობით ნებისმიერს მივიღებთ, ოღონდ საშუალება მოგვეცეს რამენაირად ფული დავაკეთოთ. აფრო აზიელებისაგანაც და ვინც არ უნდა მოვიდეს აქ. და სომხები რომ ვახსენე, ქიჟვრაცუას იმიტომ გვეძახიან, ქიჟქართველები. ამაშიც მდგომარეობს ჩვენი სიგიჟე, მანკიერება. გულახდილად მომ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ მოხდება, ამას ხელს როგორ შეუწყობს ევროხელისუფლება, რომელიც კბილებს ილევსავს საქართველოზე. ადრე თუ მინიშნებებით ლაპარაკობდა, ახლა პირდაპირ ვიცხადებს, რომ დიახაც მათი მიზანი ეს არის, შეცვალოს ხელისუფლება და თავიანთი მარიონეტი ხელისუფლება მოიყვანა, ქვეყანა დაიმორჩილონ. დაინახეთ, ამ საბრალობლების ქართველებად წოდებულის ერთი ნაწილი, რომ მზად არიან ევროპასთან შეერთდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ კომფორტულად იცხოვროთ და აღვირახსნილად. და გქონდეთ აქედანაც ხეირი. და მერე ნახეთ ეკლესიის დევნა და სარწმუნოების თქვენ. ეხლა იტყვიან, ხალხს აშინებს, რა ვაშინებს, ხალხს გონება დაჩლუნგებული ლოგიკურად აზროვნების უნარი აღარ აქვს. ნარკომანიის შეპყრობილებს ლოთობით, ბოზობით და სოდომით. ვეღარ აზროვნებს ლოგიკურად. როგორც გრიგოლ ნოსელის გვასწავლის აი ეს ბნებები საღ ნაწილს გონებისა, ესე იგი ნისლში ახვევს უკვე.